კოტე-დაუშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არა მის მიერ შექმნილი მხატვრული სახე, არამედ ის, რომ მან ქართულ კინოში მოახერხა და განსხვავებული, ბევრად უფრო შებოჭილი ტიპის ხასიათი შემოიტანა, ეს მისი სხვათა შორის გამორჩეული, გარეგნული ნიშანთვისებების დამსახურებაც არის, რომელსაც გამოიყენო ამას რაღაცა განსაკუთრებული უნარი ჰქონდა მის ხასიათთან ეს იმდენად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხდება ხოლმე რომ მსახიობის გარეგნული მონაცემები და მისი შინაგანი მე ან მისი შინაგანი სურვილები და ლტოლვა და ვნებები და ასე შემდეგ ხანდახან საერთოდ არ ეთანხმება ერთმანეთს ასეც ხომ ხდება არა კოტე-დაუშვილის შემთხვევაში ეს არის ერთი მთლიანი ჰარმონიული ხასიათი რომელიც ხან ციციკორეს სახეში ვლინდება როგორც ძალიან მტკიცე ისეთი ზნეობრივი სტატუსის მქონე და ორაზროვანი და ყველა დროზე გაწერილი და ყველა დროს მორგებული არც თუ ხიბლიანი პერსონაჟის ძალიან საინტერესო კრებითი სახე ხან მიმინოში ჩნდება როგორც ერთგვარი სიმტკიცის და ნავთსაყუდელის სიმბოლო ხან სხვა მეტაფორა რომ აი კაცვამბაიას შემთხვევაში მაგალითად ხო მის მიერ შექმნილი სახე სხვათა შორის ბევრად უფრო საინტერესოდ იმკვიდრებს თავს მაყურებელში, ვიდრე მკითხველის დიდ ნაწილში. მე მქონია ეს შემთხვევა, როდესაც ეს აზრი ჩნდება ხოლმე. ვისმენ და ძალიან ბევრი როლები აქვს შექმნილი ქართულ კინოში. უდაოდ ბევრი როლები აქვს შექმნილი, მაგრამ ნახეთ რა საინტერესოა, კოტე-დაუშვილი იმ მსახიობთა, იმ კინომსახიობთა რანგს განეკუთვნება, რომლებიც თავად ქმნიან თუნდაც ლიტერატურული პერსონაჟების ხასიათებს. გესმით, ცალკე დამოუკიდებლად და ის ლიტერატურული პერსონაჟი როგორ არის ჩაფიქრებული, ხშირად მნიშვნელობა არ აქვს მის მიერ შექმნილი სახისთვის, იმიტომ რომ ძალაუნებურად ყალიბდება როგორც ძალიან მტკიცე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან საინტერესო არც თუ დადებითი ხშირ შემთხვევაში და ეს არც არის მისი მიზანი, იმიტომ რომ ადამიანურ სისუსტეებს ეს მსახიობი ძალიან ფაქიზად და ფრთხილად ექცეოდა ისე როგორც ნატვრისხეში მაგალითად. მის მიერ შექმნილი აი ეს საოცარი, ძლევამოსილი და ამავე დროს დამთრგუნველი და ძალიან არასასიამოვნო პერსონაჟის ბევრ რაღაცაში სახე სწორედ იმის დამამკვიდრებელი გახდა, რასაც შემდეგ ჩვენ აი კრებითს და განზოგადებულს უწოდებთ. ბიჭო შეურჯულო განამარტო მეფეებს და ასამარებს რევოლუცია. არიცი რომ რევოლუციას თან მოაქვს რბევა, კაცის ყვრა, სისხლი და უბედურება. სულ წყალს უნდა მიეცეს კაცის შრომა, ოფლი და ამაგი. გადამიწისთვისაც ადვილია, მიწასაც უმძიმს. კარგი, ჩვენ წაგვლეკოს. მაგრამ ამას რას ერჩიამ უცოდვილს. ამასაც ხომ წალეკავს და გათელავს შენი რევოლუცია. არა, ამას არ წალეკავს. ამის ბედნიერებისაც არის ატეხილი ეს ქარიშხალი. ამის თავისუფლებისათვის ხდება რევოლუცია. იცოდებ თადაბარი არასოდეს გასწორდება. გასწორდება, რას უმართებულო და მაღლებულა ყველაფერს მოასწორებს რევოლუცია. როდესაც აი შევედით ნატვრისხეში უკვე დამტკიცებულები და ჩავედით ექსპედიციაში, უცებ ხედავ, რომ თუკი ვინმეა ქართულ კინოში, ყველანი არიან აქ. და მე 18 წლის
გუნძღი თუ რა ვიცი რაც გინდა დაარქვი ამათ გვერდით უნდა ვითამაშო ქალს შენაირი ქცევა არ უხდება რას გავს ეს თავი დახრილი უნდა გქონდეს და ნიავივით ჩუმად დადიოდე თვალები კი არ უნდა შემოგვიბთ ღრიალო აკეთა გაიგე შენი თავის პასი უნდა იცოდე ყველას კი უნდა გაუყადრო თავი ოდეს თურფა გაიაფდეს არ ღაღირდეს არცად შირადო ისეთი შეხება მქონდა ბატონ კოტესთან რომ ისინი ლაპარაკობენ რომ მარიტა შეთეს და მე იქ არ ვიყავი მაგრამ აი პირველი გადაღების დღე იყო ერთ-ერთი პირველი გადაღების დღე და ჩემთვის პირველი გახსოვთ ჯემალ ღაღანიძე რო წევს და ციციკორე რო ამბობს რომ აი ბალახიო რკინიგზა რო შემოვა ბალახი არ გაფუჭდება საქონელი არ გაირყუნება და ხალხი არ გაირყუნება რაღაცა და გვერდზე რო შავჩოხიანი მოსდევს მარტო ფიჩხი რო უჭირავს ის ჩანს ვარ მე იმიტომ რომ იქ რო ვიღაც კაცი გამოყოლოდა იმ დღეს არ იყო და ამიტომ ბატონმა თენგიზმა შენო არ გამოჩდებიო და აი ეს ეპიზოდი გადავიღეთ ერთად დვიშველე ისევ გაშტერდა ისევ დამიბრმავდა თვალები ისევ გაშტერდა შემოულაწუნე შენი ხელები ჩვენ გქონდა წესი რომ ამ კორიფეებთან ამ სცენის და კინოს მეტრებთან ჩვენს იმეებს რა ქვიან დღიური საჭმელი ფული გვეძლეოდა 3.50 ერთად შევკრებავდით 5 დღისა და პურვანს მოვაწყობდით ჩვენთან და პატიჟებდით და ამათთან ლაპარაკი ამათთან ურთიერთობა როდესაც შენობით გელაპარაკება უკვე რომ გთვლის რომ შენ იმისიანი ხარ ერთად ჭირში ერთად ხიში ერთად წვიმაში ქარში და ზუსტად ესეთი დღეები გვიწევდა ჩვენ ნატრის ხეში აი ამას იმდენად კარგი გაგრძელებები ქონდა მე რატომღაც თუ კი რამე მისწავლია და თუ კი რამეს მოუმატებია ჩემთვის და დაუკლია ეს არის დალევა მაგალითად მთელი ბიოგრაფია შეიძლება ავაწყო ამ სუფრაზე ვის შევხვდი როგორი კარგი პურვანელები გქონდა და რა იცის ნამეტანმა დალევამ ეგ ცალკეა მაგრამ აი ქონდა კინოსტუდიაში იყო რომ სადაც რაჭველები იკრიფებოდნენ ზურა ქაფიანიძე ვაჟა მაჩაიძე ბატონი კოტე დაუშვილი აი ესენი რაღაც ბატონ ვაჟასთან ოთახში და შენც დინჯი ხარო კახელი ხარო და მეც რომ თავისთან გვერდში დამსვამდნენ ხოლმე და თავის ამბებს რო იგონებდნენ როცა თუნდაც რო გეტყოდნენ რომ მიდი რა სიგარეტი მოიტანე და რაღაცა ჩემთვის იყო ამ დავალების საუკეთესო შესრულება სიხარული სარდაფში მარანი მოაწყო ღვინო დაწურა არახსაც და კონიაკსაც ხდიდა სახელად თავისი სახელის და გვარის პირველი ასოები დაარქვა კადე ზარიც ქონდა სპეციალური და ამ ზარის საშუალებით სტუმრებისთვის ზემოდან მეუღლეს და ოჯახის წევრებს ჯამჭურჭელი და სანოვაგე ჩამოქონდათ. ვალმტყვარზე ვენაცვალე ჩემს მაბიჭებს არ ფიქრობენ მომავალზე ვენაცვალე ჩემს მაბიჭებს არ ფიქრობენ მომავალზე ხელსარიელი არ მინდოდა მოვსულიყავ შოლსა აგიდე ნასვალი რო თევზაო თავი წყალში რო ჩახო მერე თავი თორემ
მე სოლომონი არ დავტო უთავოთა. ერთი ქარიანი კიდობანი გინდა იქით, გინდა აქეთ. ვა, მაკინე. მაკო. აბა როგორ არ გაქო? ქალი კი არა, ნაპერწკალი ხარ, ნაპერწკალი. ემანდა ვარდის ბუჩკი დაყნოსია. ნუ რა გამოგიერთდა? არა, ვარდი არ მინდა. ვინო მინდა? საყვარელო ბულბულებო. დღესაც ჩვენს ქვეყანას ერთი ადამიანი შეემატა. ჩემ შვილიშვილსა შვილი გაუჩნდა. მოდა მოდით. იმ ლიფსიტას თამადობით ყველა პატარებს გაუმარჯოს. კაცურ კაცებად დაზრდილიყვნენ. პატიოსანი ხალხი ყოფილიყვნენ. ჩვენი მამაპაპის ადათ წესები არ დაევიწყნათ. ამინ. მას თავისთავად ჰქონდა ეს უნიკალური თვისება, რომ შემოეკრიბა საკუთარ მეში შეეკრიბა და საკუთარ გარეგნობაში და საკუთარ გამომეტყველებაში თავი მოეყარა იმისთვის, რაც მას ძალიან სჭირდებოდა. ამიტომ კი კოტე დაუშვილი გამორჩეული სახეა ეხლა თავისთავად ის ისედაც ჩაეწერებოდა აი ამ ქართული კინოსამსახიობო გალერეის ოქროს ფონდში, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის თვითმყოფადია, თავისთავადია, ძალიან თვითმყოფადია თავისივე ყველა ფიზიკური მონაცემიდან და ყველა სამსახიობო უნარიდან გამომდინარე და ძალიან ორგანულია ეკრანზე. ნუ ძალიან მეტი რომ არ შეიძლება. იმდენად რომ ხშირად ჩრდილავს სხვა ნამუშევრებში, ფილმებში არა, რომელიც მე დავასახელებ, მაგრამ ძალიან ბევრ ნამუშევარში მისი პიროვნული მე ჩრდილავს ხოლმე სხვა მთავარ გმირებს, ან სხვა პერსონაჟებს და სხვათა შორის სიუჟეტში ჩიაქ აი ეს ძალიან ძლავრი და თავისი საწყისი ტალღა ის, რაც მნიშვნელოვანია. ესე გიჩვენებს ეს აი შენა. აბა დავიდეკ. ბიჭოს, შენ აღარ ახუმრობ? აბა ეხლა შენ დამიდექი. ვაი კაკათო, ვაი კაბიჭო, ისვალე ხალხო, მომკლა ხალხო, ადამიანებო. ქრისტიანები არა ხალხო, მომკლა მოხსნილმა. აი მე და ვაი კაბიჭო, ვაი კაკათო, ვაი და Babatane, მე შენ გიჩვენებს შეისა. ჩვენი პატრონის დედაკი ვადიე. გამორჩეული იყო. ქართულ კინოს უხდებოდა. და ქართული კინოც წარმოუდგენელია მის გარეშე. ძალიან თბილი, მიმდობი, ხათრიანი, ბავშვით გულუბრყვილო. მაგრამ ისე მოჭიდავის ჯანიც ჰქონდა და ხშირად ჩხუბებშიც მიუღია მონაწილეობა. ერთი ჩხუბის დროს წარბი გაუხეთქეს ძალიან. და ასეთი ვაშკაცური იარით გაიარა თავისი დიდი შემოქმედებითი გზა. ეს იარაც უხდებოდა. ვერ იდებოდი. არ მინდოდა მოსისხლე მყოლოდა. მაგრამ დაუნდობელი ყოფილა წუთის სოფელი. მაგრამ ეს გამთელდებოდა ვიდრე მის საფლავი გაცივდებოდეს. შენი გამოჯამრთელებისა იყოს. გელიკა. იცოცხლე, ჩემო გიორგი. აქედან პირდი თბილისში ჩამოვალ მოგინახულებო. ნელია გიორგი ბატონო, ნელი. ლანთაში ჩაკეტილი მოწყვეტილი ვარ ქვეყანას. ქართველი მაყურებლისთვის უსაყვარლესი მსახიობი, დიდი მსახიობი, კინომსახიობი ბატონი კოტე დაუშვილი. ბატონ კოტეს რო ვამბობ, რაღაცნაირად უხერხულად ვარ, იმიტომ რომ როდესაც მე ვიდექი მქონდა ასეთი პატივი ვიდექი ბატონი კოტეს გვერდით, სულად ახალგაზრდა ვიყავი და აი ასე არასდროს მიმართავს მისთვის. ყოველთვის
ძიაკოტე, აი ესე ვეძახდით. იყო უსაყვარლესი ადამიანი და იყო რაც თავარია და უმთავრესი, უნიჭიერესი მსახიობი და ეს იყო იმდენად მართალი მსახიობი, რომ აი ჩემი ხედვით მაგალითად ფრანგებს თუ ყავდათ ჟანგაბენი, ჩვენ ყავდა კოტე დაუშვილი. მე მქონდა ბედნიერება, რომ ბატონ კოტესთან, ჩემ ძიაკოტესთან ხშირად მემუშავა, მდგარიყავი მის გვერდით და არსებობს კიდე ჩანაწერი, სადაც ჩემზე საუბრობს ბატონი კოტე და საუბრობს ძალიან საინტერესოდ. ბევრჯერ აღნიშნავს, რომ ჩვენ აი 600-მდე დუბლირებულ ფილმში გვაქვს ერთად მონაწილეობა და ეს მართლაც ასე იყო და წარმოგიდგენიათ რა პატივი იყო ეს ჩემთვის, რომ აი ამდენ სურათში მე ვიდექი ასეთი მსახიობის გვერდით. რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ მერიდება. რა იყო შვილო? არა, თუ ძალიან დამაძერებს გეტყვი. თქვი შვილო, თქვი. ცოლი უნდა მოიყვანო. ჯერ სწავლა დაამთავრე. რა დროს შენი ცოლია? უნდა მოიყვანო ცოლი. რა ვქ? რავა? მაგან უნდა მასწროს? მეც მინდა ცოლი მოვიყვანო. 3 წელია ვერ ვბედა ამის ხმას. გოგო დამცინის. ერასმის დიდი, კეთქვა. ასვლის კაც ხმას. რავა, შენ რა გინდა? სადა? აი, მაქანა მინდა და არ ტრაქტორი. მე ზოლი უნდა მოვიყვანო. ო! ყველაფერი უბრალოდ მე ვარ და რა იყო ბიჭო, რა დაგემართათ? ასე ერთბაშად რა გეტაკათ? დაწყნარდი კირილე. ხუმრობენ ბავშვები ალბათ. მართლა, ყველა ერთად ხომ არ გავგწირავს. დაწყნარდი. შენ რა გატირებს გოგო? ირის. შენ ხომ არაფერს ფიქრობ? ფიქრობდი, მაგრამ ვინა ეს ყაჩაღი გოგო? ყაჩაღი კი არა, კოსტატ სატანაშვილი. ჯარი და რო დაბრუნდა. კახელი. დედო. აიდო. გავგიდები ნამდვილად. დასტა, წაწ. მოკლავ მაგ მამაძახს, მაგ ბუნტის თავს მაგას. ვიქარგეთ შენ. რატო? ეიგუბეიგი. ყველა როლში, რაც უმთავრესი იყო და მთავარი იყო ეკრანზე ძალიან მართალი და ბუნებრივი, წარმოუდგენელი სიმართლე მოჰქონდა ყოველთვის, ამიტომ იყო ის დიდი მსახიობი, იმიტომ რომ ეს ეკრანზე ძალიან რთულია, სწორედ ამაშია ოსტატობა მსახიობის, რომ ის ამდენად მართალი იყო. აი ამიტომ ჩემთვის იყო ის ქართველი ჟანგაბენი. გმურს მიგზავნიან დროებით მარმარილოს კარიერიდან. გუგულები უდრობს ხის ბუდეში უყვართ კვერცხის დადება. კარგი ერთი. შენ ოღონდ სხვაზე ცუდი გათქმენი უნდა. შენ ვიღაჩა გისახლე. რა ვიცი. თელი ხმები ხაზავს რაღაცას. ინჟინერია. ვინც უნდა იყოს ოღონდ ფული დროზე გადაიხადოს და ნაკლები შუქი დახარჯოს. ეს ფული ესე ძალიან რამ შეგაყვარა. აბა ფული ვის არ უყვარსა? გააკლი არა მე. მე რა, სხვაზე ნაკლები გონი ვარ. განაიცი რომ ჩვენ სოფელში უკვე სამა იყიდა პიანინო. სხვის სახლებიდან უსმინო როგორ უკრავენ. ახლა ჩემი სახლიდანაც მოისმინა და ჩემი შაშუდი. ძალიან იუმორის გრძნობა ჰქონდა და აი თქვათ ჰქონდა მაგას ძალიან ისეთი აი მამაოები, მამაო ნათამაშები არ დაიდარდოში განსხვავებული სახე. ჰქონდა მამაო ოღონდ ჰეროიკული გიორგი სააკაძეში. გაიგე? და ამიტომ იმ ხასიათს და იმას თავის ხასიათს არგებდა რომელიღაც შტრიხს რომელიც იყო ან თქვათ უარყოფითი გმირი ან რომელიც დადებითი მაგრამ ძირითადად საოცრად მაგრად იჯდა ცხენს ფლობდა როგორც რა ვიცი უზადო მხედარი
და იყო ყურადღებიანი ადამიანი და ძალიან გულჩვილი ისე ამასთანავე და აი ბედნიერი ვარ მე რომ ბატონმა თენგიზმა ამ ხალხთან მე ამ ეს ხალხი ჩემი ახლობელი გახადა ჩვენ ისეთ პირობებში ცხოვრობდით იმდენი ხანი 7-8 თვე ცხოვრობდით სიღნაღში სადაც დროთა განმავლობაში ჩამოდიოდნენ ხან ზოგი ყოველთვის ერთად ზოგი ცალ-ცალკე და ამათან ურთიერთობა იყო ბედნიერება. ამწდი თავიდან. კითხავ შესწავლის საქმეს. ვინ დაგაყენა სოფლის? ამას შედეთ დაგაყენა. ხალი გამიშვით. თვითონ ქვეყანა არ არის მადლიანად მომართული. ღმერთმა ვერ დააწყო და შეგდადა. ყველა შენებას თუნდაც მარტო შენ ხომ არ ახარ ხალხი პოლიციელი. ой! ой! აშე უკატიანო. ქართულმა კინომ შეიყვარა. უამრავ ფილმშია გადაღებული. და ყველგან ძალიან მართალი და ზუსტია. თავარ როლშიც და ეპიზოდშიც. მისთვის სულ ერთი იყო. როლის სიდიდეს ნიშნულობა არ ქონდა. ყველაფერს ძალიან ზუსტად და მართლად აკეთებდა. ზევდა ისე